მეგობარო, ნუ ცდილობ დაშორებისთვის ხელის შეშლას. ნებისმიერი შენი მცდელობა რომ ქალს რაღაცები აუხსნა, არგუმენტები მოუყვანო, ყველაფერი თავის ადგილზე რომ დაალაგო, არა მხოლოდ ფუჭია, არამედ მავნეც კი არის. როდესაც შენი აცი უკვე ყოფილი ქალისთვის ახსნას ცდილობ, არგუმენტები მოგყავს და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობ, ეგ ყველაფერი აღიქმება როგორც წაგებული ისტერიკა. თუნდაც რაღაც მტკიცებულებებს უდებდე რომ აგერ შეხედე მე მართალი კაცი ვარ და შენ ყოფილხარ მატყუარაო, მაინც კაპასი ქალივით გამოიყურები. იმიტომ რომ თუ შენ ამ ყველაფერს იმის შემდეგ აკეთებ რაც მან გითხრა ვშორდებითო, შენ ბრძენივით კი არ გამოიყურები, როგორც შენ წარმოგიდგენია, არამედ ქვეშაფსიასავით ხარ. დაიმახსოვრე, თუ ქალს დაშორებაზე ერთი სიტყვა მაინც წამოწდა, ან თუ გითხრა აღარასდროს დამირეკო და ყურმილი თუ გაგითიშა, შემდეგ უკვე მასთან ნებისმიერი ტიპის დიალოგის გამართვა მხოლოდ დაჩოქილს შეგიძლია. რაც არ უნდა უთხრა, რაც არ უნდა ქნა, მაინც ჩაკეცილი ხარ. გინდ პირდაპირ ხვეწნა დაუწყო, გინდ ღრიალი, ჩხუბი და აქეთ ადანაშაულო, მაინც ჩაკეცილი ხარ. თუ ქალმა უკვე მოასწრო და გითხრა ვშორდებითო, შენ უკვე აღარ გაქვს ისეთი ვარიაცია რომ აქეთ დაადო მას. მაგ ვითარებაში ერთადერთი სწორი ვარიანტი რისი გაკეთებაც შეგიძლია, უჩუმრად და ყველანაირი ზედმეტი მოძრაობის გარეშე უნდა დატოვო ის. თუმცა რაც მოუყევი მაგაზე ბევრად უფრო უარესი სცენარიც არსებობს. როდესაც მამაკაცი იწყებს ქალისთვის მადლობების წერას. მადლობა იმ ყველაფრისთვის რაც შენ მე მომეცი. ძალიან ბევრი თბილი და პოზიტიური რამ გამოვიარეთ. მთელი გულით ბედნიერებას გისურვებ, იმედი მაქვს ისეთ ადამიანს იპოვი რომელთანაც ბედნიერი იქნები. ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება იცი. აი ქურდებმა რომ გაძარცვა შენი ბინა და შენ რომ უთხრა, მადლობა, ჯიგრები ხართ და არ ინერვიულობთ, მომავალში უკეთეს ბინას ნახავთ, წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო. ხომ ხვდები რამდენად აბსურდულად ჟღერს. 16-20 წლის ბიჭს გეპატიება ასეთი შტერობა, მაგრამ 25-35 წლის კაცს არანაირად არ გეპატიება. მოდი ახლა ძალიან სასტიკ სიმართლეს გეტყვი, რომელსაც არავინ გეტყვის. დაშორების შემდეგ მამაკაცის სწრემლები, შუვლინტები და დორბლი, ქალისთვის მხოლოდ ერთის მაჩვენებელია, რომ ის სწორად მოიქცა. იმიტომ რომ გამოდის რომ ქალი შენზე ძლიერი ყოფილა. შენს გამო ის თავს მასზე არ დაიმცირებდა. და ამაზეც დაფიქრდი, სასარგებლოა. შესაბამისად იმ სისულელის მიწერა, რომ მე შენ სულ მემახსოვრებიო, არანაირად არ არის საჭირო. შენ ხელი გკრეს და გამოგაგდეს სახლიდან, შენ უკვე ტაკოზე პანჩური ამოგარტყეს და მოგისროლეს. ხო და უბრალოდ უჩუმრად მაინც წადი. ახლა ერთ საიდუმლოს გაგიმხელ. ყველასთვის გასაგებია რომ შენ მაგ ყველაფერს იმიტომ აკეთებ, რომ ქალს გადააფიქრებინო. მაგრამ რაც უფრო სწორი და ლამაზი იყო შენი დამშვიდობების ტექსტი, მით უფრო მალე დაგივიწყებს ის. იმიტომ რომ ასეთი ფინალი დასრულებული ისტორიის შეგრძნებას ატარებს. ხოლო თუ შენ ხმა არ ამოგიღია და უბრალოდ გაქრი, ეგ უკვე სულ სხვა ისტორიაა. ამ ვითარებაში მას მალევე ჩაერთვება ნოსტალგირების რეჟიმი და მალევე დაიწყებს შენს მონატრებას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყოფილთან ბოდიშის მოხდა. აი ყოველი შემთხვევისთვის რომ იხდით ხოლმე ბოდიშს, რა იცი რა ხდებაო, არანაირად არ არის საჭირო. საჭირო კი არა, ეგ დანაშაულიც კი არის. ასეთები ხშირად ხდება ხოლმე. ანუ მამაკაცი დააღალატეს, ის კი ქალს წერს რამე თუ დავაშავე მაპატიეო. და მაგას იმ იმედით წერ რომ გგონია რომ რა კარგი ბიჭი ყოფილა, რახან ბოდიში მომიხადა მოდი ახლა შეურიგდებიო იფიქრებს. მაგრამ ეგ არ მოხდება. ასეთ პირობებზე რომ შეგირიგდეს, უარესი წინგელის. ზოგადად მოღალატისთვის ბოდიშის მოხდა, იგივეა რომ ძარცველს უთხრა, მობრუნდი მეგობარო, ჩემი საფულე დაგრჩაო. შენ მაგ დროს მისი დაკარგვის შიში გამოძრავებს და გინდა რომ შეეცოდო. მაგრამ ახლა მაინც დაფიქრდი. შიშარა და საცოდავი კაცი ვის რა ჩემს ფეხებად სჭირდება. უბრალოდ მაგ მატრიციდან უნდა გამოხვიდე, უნდა გამოფხიზლდე. ყველა ის სტრატეგია რაც აქამდე გქონდა მოსმენილი, არის მცდარი, უბრალოდ პრაქტიკაში არ მუშაობს. იმიტომ რომ შენ უკვე ჩაისვარე და სუნი აგდის. და იმის ნაცვლად რომ ჩასვლილმა და აკროლებულმა ქალს სდიო, სჯობს ეგ შარვალი გამოიცვალო. ქალი მამაკაცს პატიობს სიუხეშეს, გულგრილობას და ზოგი ქალი ღალატსაც კი პატიობს. მაგრამ ჩასვლას არც ერთი ქალი არ გაპატიებს. იმიტომ რომ შენ მამაკაცად აღარ აღგიქვამს. ქალი აპატიებს აი იმ ვიღაც არაფრის მაქნის ნაძირალა მამაკაცს რომ ეძახიან, აპატიებს ბოროტ მამაკაცს, აპატიებს ეგოისტ ფეხებზე მკიდია ტიპს, მაგრამ მიჩმორებულს არასდროს არ აპატიებს. და ეს კარგად უნდა გაიაზრო და დაიმახსოვრო. რა თქმა უნდა მე იმას არ ვამბობ რომ ცუდი ბიჭი უნდა იყო. არა, შენ აზრს სწორად უნდა ჩატყდე, ანუ უბრალოდ არ უნდა ჩაისვარო. თუ შენ ჰაჩიკოსავით ცრემლიანი თვალებით იჯდები, მე შენ არასდროს დაგივიწყებო, ის შენ არასდროს დაგიბრუნდება. მოდი ცოტა სხვა კუთხიდანაც შეგახედებ. რატომ ირთვება შენში ეგ ჩასვრის მექანიზმი, რატომ გინდება იმ ბრალის შენს თავზე აღება, რაც შენ არ დაგიშავებია? იმიტომ რომ თუ შენ რეალობას თვალს გაუსწორებ, მიხვდები რომ სინამდვილეში თქვენს ურთიერთობაში ქალმა დააშავა, მან გიღალატა, მან დაგაღალატა და მან მიგატოვა.
და დაშორება არის ღალატი. შენ კი ამ ეტაპზე ემოციურად მასზე ხარ მიჯაჭვული და არ ხარ მზად რომ ამ რეალობას თვალი გაუსწორო და გაუშვა ის. ამიტომ შენი თავის დანაშაულებით მისი დანაშაულის მინიმიზირებას ახდენ. იმ ილუზიის შესანარჩუნებლად რომ ეგ ყველაფერი უბრალოდ რიგითი გაუგებრობა იყო. ანუ ის მოღალატე კი არ არის, უბრალოდ რთული ხასიათი აქვსო. და ამას იმისთვის აკეთებ რომ მასთან შერიგება შეძლო. აბა თუ გაუსწორე რეალობას თვალი და თუ გაიაზრე რომ არასანდო და არაკეთილსინდისიერი ქალი ყოფილა, თავისთავად აღარც მოგინდება მასთან არაფერი. ამიტომ იწყებ გაჭინთვებს, რაც შემდეგ შენს ჩასვლას იწვევს. რატომ არ შეიძლება ქალისთვის ბოდიშის მოხდა? იმიტომ რომ ის რა პრეტენზიებსაც გიყენებდა, უმეტესობა მათგანი იყო მისივე გამოგონილი. და სიმართლე თუ გაინტერესებს, ბოლომდე მაგ ყველაფრის თვითონაც არ სჯეროდა. რომ აი თურმე არ აფასებდი მას გვერდში არ ედექი, საკმარის დროს არ უთმობდი და ასე შემდეგ. მთელი ეს ნახევრად უმე აჯაფსანდალი შენ გაჭამა და შენ ჩაისვარე. და მხოლოდ ამის შემდეგ დაიჯერა მან რომ მართალი ყოფილა. ხოლო შენ რომ ფეხებზე დაგეკიდებინა და უბრალოდ ხმის ამოუღებლად ტოტალურ იგნორში რომ შეგეგდო, თვითონვე შეჭამდა მაგ ყველაფერს და მაქსიმუმ ერთ თვეში თვითონვე ჩაისვრიდა. ანუ შენი მხრიდან უბრალოდ გაჩუმება იყო საჭირო. შენ კი არ გაჩუმდი, შენ უთხარი მაპატიეო. ახლა კი ის თავის დაქალებს უყვება შენზე რომ მან თვითონვე აღიარა რომ დამნაშავეაო. დაიმახსოვრე, დაშორების შემდეგ არავითარ შემთხვევაში ქალს არ უნდა მისწერო შემდეგი ფრაზები. აღარასდროს მოგწერ, ვეღარასდროს გაიგებ ჩემს ხმას, ვეღარასდროს დამინახავ, არასდროს გაპატიებ, ინანებამ ყველაფერს. აი ეს და მსგავსი ყველაფერი ქალს არანაირად არ აშინებს. ის ხვდება რომ ეგ ტყუილია და უბრალოდ ეღიმება მას. უბრალოდ ტკბება მაგ პროცესით. იმიტომ რომ შენთან მუხლებზე დგახარ და თან ემუქრები. აბსოლუტურად ყველა ქალი ხვდება რომ ეგ ყველაფერი არის პანიკა, რომელიც აგრესიით არის შეფუთული. შესაბამისად მას მაგ მომენტში არაფრის ეშინია, რადგან ზუსტად იცის რომ შენ უბრალოდ გტკივა. ასეთი დაშორების შემდეგ მამაკაცი არ ჭამს, არ სვამს, არ იძინებს. გარკვეული დროის შემდეგ კი იდგება ის მომენტი, როცა იღებს ტელეფონს ხელში და სწერს ქალს. ახლა დაგირეკავ ჩემო სიყვარულო და გთხოვ მიპასუხე. მოდი წყნარად და მშვიდად დავილაპარაკოთო. თავისთავად ბოლოსკენ ძალიან გთხოვ, ძალიან მენატრები და ძალიან მიყვარხარო, აუცილებლად უნდა დააყოლოს. აი ამ მომენტში ქალში ივიძებს სიძულვილი და მის თავში ირთვება შენი ბოლომდე განადგურების მექანიზმი. ეგ მამაკაცთა სამყაროში კაცურ კოდექსში დევს ის რომ ვინც ნებდება, იმას ხელს აღარ კიდებენ. ანუ მოგებული მხარე უნდა იყოს შემწყალებელი და უნდა გამოიჩინოს კეთილშობილება. თუ შენ აბუჩად იგდებ მას ვინც შენს წინაშე მუხლებზე დადგა და პატიებას გთხოვს, მაშინ შენ არაკაცი გამოდიხარ. მამაკაცთა სამყაროში ეგ ეგრე მუშაობს. მაგრამ ქალების სამყაროში ეგ ეგრე არ მუშაობს. ქალისთვის ძალიან რთულია იმ მამაკაცისთვის თანაგრძნობა რომელიც მას აღარ უყვარს. და მით უმეტეს თუ მან ჩაისვარა. ამიტომ თუ შენ ქალთან დანებდი, მოწყალებას ნუ ელოდები მისგან. ქალის ფსიქიკა საბაზისოდ არის მკაცრად ადაპტირებული ბუნებრივ გადარჩევაზე. შესაბამისად შენ უნდა მიიღო დარტყმა, უნდა გაუძლო, უნდა გადაიტანო და უნდა გაძლიერდე. და არა თუ ჩაიკეცო, ჟოვლინტები ჩამოუშვა და იტირო. მამაკაცის ჩასვლილობა ქალში იწვევს გულისრევას და მისი ლიმბური სისტემა მას აძლევს ბრძანებას, ბოლომდე გაანადგურე რომ ფეხზე საერთოდ ვეღარ ადგესო. რომ შემდეგ თავისუფლად წავიდეს და ახალი მგზავრის მონახვა დაიწყოს. თუ ქალი შენს წინაშე დაიჩოქება, შენი ტვინი გეუბნება რომ შესაძლოა ეს ქალი კარგი და სანდო იყოსო. ამის შემდეგ შენ შეიძლება ქალი უფრო მეტადაც კი შეგიყვარდეს. ხოლო როდესაც მამაკაცი იჩოქება ქალის წინაშე, ეგ ნიშნავს იმას რომ ის სუსტია. ხოლო თუ სუსტია, ესე იგი ჩამოსაწერია. არსებობს კიდევ ერთი სულელური მეთოდი, რომელსაც მამაკაცები მიმართავენ. როდესაც დაშორების შემდეგ ქალის და ქალებთან მიდიან სალაპარაკოდ, იმ იმედით რომ ისინი მას დაეხმარებიან. ამ დროს მამაკაცი ფიქრობს, ახლა მე ანანოს მოუყვები ვითარებას და ის ყველა ვარიანტში დამეხმარებაო. და შენ უბრალოდ არ იცი რომ ეგ ანანო შენს შეყვარებულს უკვე ბოლო 6 თვე ეუბნება შენზე რომ იდიოტი ხარ და რომ უნდა დაგშორდეს. შენ ყოველთვის უნდა გახსოვდეს რომ ქალის და ქალები არიან მისი ურთიერთობის განადგურების სპეცრაზმელები. შენ შეიძლება ანანოს 3 საათი უხსნა თუ რამდენად კარგი ბიჭი ხარ და სინამდვილეში რაღაც გაუგებრობა რომ მოხდა. მან შეიძლება მოწყენილი სახით თავიც კი დაგიქნიოს რომ თითქოს და გითანაგრძნობს. შემდეგ კი, როდესაც შენ წახვალ, ის დაურეკავს შენს ყოფილს და ეთქვის რომ შენი ყოფილი იყო მოსული და ტირო და მაგარი საწყალი კაცი ყოფილა ეგო. ეგ იგივეა შენი მოწინააღმდეგის ტრენერთან რომ მიხვიდე და უთხრა, აუხსენი შენს ბოქსიორს რომ ნუ მომერევა ხოლმეო. ძალიან იშვიათი შემთხვევა, როდესაც დაქალს რეალურად უნდა დახმარება. თუმცა არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, სადაც ეგ გამოუვიდა. ამიტომ ქალის და ქალის იმედი ტყუილად ნუ გექნება. კარგი, გავაგრძელოთ. შემდეგი პოპულარული შეცდომა არის, როდესაც ღამის 2 საათზე დგახარ შენი ყოფილის სადარბაზოსთან ყვავილებით ხელში და ცოტათი რომ გცივა, ოღონდ იმედი გათბობს.
იმის იმედი, რომ ახლა ფილმის სცენარივით განვითარდება მოვლენები. ის ფანჯრიდან გამოიხედება, გული აუჩუხდება, წრემლები წამოუვა, უცებ ჩამოირბეს, თქვენ ერთმანეთს ჩაეხუტებით და შერიგდებით. მაგრამ ჩემი ფეხები. უკეთეს შემთხვევაში ის უბრალოდ გააგრძელებს ძილს. ხოლო უარეს შემთხვევაში კი მაგ ფანჯრიდან მისი ახალი კაცი გამოიხედება, რომელიც თავაზიანად გთხოვს, რომ მეორედ აქ აღარ მოხვიდე. იცით რატომ არ შეიძლება ქალის დევნა? იმიტომ რომ მის ტვინში ირთვება საფრთხესთან გამკლავების მექანიზმი. შენ არა მხოლოდ არ გესმის, რომ არ უნდიხარ მას, არამედ უკვე გარკვეულ საფრთხესაც კი წარმოადგენ მისთვის. შენ აღგიქვამს როგორც არაადეკვატურს, არაპროგნოზირებადს, უპრინციპოს და უთავმოყვარეოს, რომლისგანაც აბსოლუტურად ყველაფერია მოსალოდნელი. მე ის არ მინდა, ის კი არ მეშვება, ხოლო თუ არ მეშვება, ესე იგი მისგან აგრესიაც არის მოსალოდნელიო. ამიტომ კიდევ უფრო მეტად შეგიძულებს და უფრო მეტად მოუნდება, რომ ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტოს შენთან. კიდევ არის ასეთი შემთხვევებიც. როდესაც მამაკაცი დაშორების შემდეგ დამცირებულია, მიჩოჩებული და ჭიანჭველასავით გაჭყლეტილია. და პარალელურად ფიქრობს, ახლა მე მას ვაჩვენებ სეირსო. უცებ გარბის და სტორიზე დებს ვიღაც გოგოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს, ვითომ და ახალი ქალი ჰყავს. თავისთავად რომელიც ძლივსძლიობით დაითანხმა, რომ გვერდზე მიუჯდეს. ან ღამის კლუბში გადაღებულ ფოტოს დებს, რომ აჩვენოს თუ როგორ ერთობა. ან ქალის ჯინაზე მის ყველაზე ლამაზ და ქალს ულაიქებს ფოტოს. თავისთავად ყველა ქალი ხვდება, რომ ეგ ყველაფერი არის შენი ტკივილის ჩახშობის ყველაზე საცოდავი მეთოდი. ამ ვითარებაში მამაკაცი კი არ იბრუნებს თავდაპირველ იმ ღირსეულ სახეს, არამედ ბოლომდე თმობს აბსოლუტურად ყველაფერ ღირებულს, რაც კი მას შეოდესმე იყო. როდესაც შენი ყოფილი უყურებს მაგ ცირკს, მაგ დროს ის მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს. აი ამ არარაობას რანაირად ხვდებოდიო. დაიმახსოვრეთ, რომ იმ მამაკაცის ბლებს, რომელთანაც ქალს ურთიერთობა ჰქონდა, მომენტალურად ხვდება. ხოლო მამაკაცის ყველაზე უარესი შეცდომა კი შემდეგში მდგომარეობს. როდესაც თქვენ უკვე 50 ჯერ იჩხუბეთ, 7 ჯერ დაშორდით და შერიგდით და შესაძლოა 2 ჯერ ხელჩართული ბრძოლაც კი გქონდათ. ხო და როდესაც ქალი საბოლოოდ დაადებს, მამაკაცი ჯდება, იღებს ბრძენი რომანტიკოსის სახეს და იღებს გადაწყვეტილებას, რომ მიწეროს ქალს. ყველა მისი გრძნობა, აბსოლუტურად ყველაფერი დეტალებში უნდა მიწეროს. მამაკაცს ეჩვენება, რომ ის ყველაფერი რაც ხდებოდა, უბრალოდ გაუგებრობის გამო იყო. შესაბამისად ეს დაშორებაც უბრალოდ გაუგებრობაა. ხოლო თუ ახლა დაჯდება და თანმიმდევრულად, დეტალურად აუხსნის ქალს თავის პოზიციას, შეიძლება ისევ შევრიგდეთო. რეალობა კი ის არის, რომ მსგავსი ტიპის ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს. რომ შენ შენივე ხელით გაანადგურე შენი ავტორიტეტი. შენ შენივე ხელით ხარ თანახმა არაადეკვატურ ურთიერთობაზე. შენ შენივე ხელით ხარ თანახმა, რომ ემოციების გამოკვერცხებიც კი მოიჭრა. მე ვიცი, რომ შენ ამ მომენტში უკვე ვერ გადაგაფიქრებინებ, მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინე. რაც უფრო გრძელი იქნება შენი მესიჯი, მით უფრო საცოდავი იქნები ქალის თვალში. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ შენ თუ მაინც გინდა რომ მიწერო, ის მაინც ეცადე რომ მაქსიმალურად მოკლე იყოს ეგ ტექსტი. იმიტომ რომ სულ რომ მოლეკულებად დაშალო ყველაფერი და ისე განუმარტო, ის მხოლოდ იმას წაიკითხავს, რომ შენ ხარ საცოდავი კაცი. მოკლედ, ამ ეტაპზე გირჩევ, რომ ჩაუჯდე არხს და გულდასმით მოусმინო საჯარო ვიდეო ლექციებს. შემდეგ კი გადახვიდე დახურულ ვიდეო კურსებზე.